ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, ცოტნე კობერიძე, პოლიტიკოსი, მივესალმები ჩვენ სტუმრებს. პირველ რიგში მინდა კითხოთ იმაზე, რაც დღეს ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. როგორ ფიქრობთ, რა აჩვენა დღევანდელმა დღემ, რა შთაბეჭდილება დატოვა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე, ზოგადად კლიმატზე, ცოტნე თქვენგან დავიწყებთ. დღევანდელმა დღემ იდეაში ის აჩვენა, რაც წინა წელსაც ამ დღეს და ცხადია პოლიტიკური კრიზისი არსებობს და დამოუკიდებლობის 35 წელია და კიდე პრობლემები გაგვაჩნია ამ კუთხით და ცხადია თავს ვერ მოვიწონებთ და ბედნიერები ვერ ვიქნებთ, მაგრამ მეორეს მხრივ მინდა მაინც ძალიან განსაკუთრებით უნდა აღნიშნავდეთ ყოველთვის ამ დღეს 9 აპრილი არ არის უბრალოდ დამოუკიდებლობის დღე და ჩემთვის კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული დღეა ვიდრე 26 მაისი. ჩემთვის 9 აპრილი ასოცირდება მარტივ რამესთან, რომ დამოუკიდებლობისთვის სამწუხაროდ ადამიანებს ფასის გაღება უწევს და ეს სხვა პასუხისმგებლობას გვანიჭებს როგორც ქვეყანას. ქარის მოტანილი ქარს მიაქვს ხოლმე, მაგრამ აი ეს ადამიანის სიცოცხლით მოტანილ დამოუკიდებლობას ვერ გავატანთ ქარს. ეს არის სხვა პასუხისმგებლობა, არის 21 ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით გასცა და საკუთარი სიცოცხლით გაიღო ეგ ფასი, რომ ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი და 2 წლით ადრე ოფიციალურ დამოუკიდებლობამდე მოიპოვა ადამიანის ტვინებში დამოუკიდებლობა. ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა მაშინ, ვინც სკეპტიკურად უყურებდა დამოუკიდებლობის ზოგადად იდეას. ის ადამიანებში შეცდენილები ეგონა, ვინც პროტესტში იყვნენ ჩართული, მაგრამ იმ ადამიანის ხილვად, იმ ადამიანის სიცოცხლემ ყველას თავი გადაუბრუნა და ყველასში მოკლა საბჭოთა კავშირი და 2 წლით ადრე დაამთავრა საქართველოში საბჭოთა კავშირი. ამიტომ ეს ყველაზე ფასეული დღეა, ერთის მხრივ ტრაგიკული დღეა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის, რომ საქართველო გამოირჩევა იმით, რომ მისთვის მიცემული დამოუკიდებლობა დაცემული თავზე არ იყო. ამ დამოუკიდებლობას დავარქვა ჩვენ მოპოვებული და ამ მოპოვებისთვის ხალხმა სიცოცხლე გაიღო. ამიტომ ეს 35 წელი ყველაზე ძვირფასი 35 წელია, რაც ამ ქვეყანას როდესმე ქონია. შეიძლება ცხვირი წაგვიწევია, რთული ყოფილა, ძალიან ცუდი შეცდომები დაგვიშვია, ბევრიც გვიამაყია, ბევრ კარგად, მაგრამ ეს არის ჩვენი 35 წელი. არ არსებობს რაიმე ტიპის უკეთესი 35 წელი ამ ქვეყანას ქონოდა, იმიტომ რომ ეს არის მისი საკუთრება, დამოუკიდებელი და გვიამაყოთ. ხშირად რაღაცნაირად ჩავქვიმოთ ხოლმე, მოვიწვევთ ხოლმე, ვიღაცას ვაკრიტიკებთ, რაღაც სასწაულები ხდება, მაგრამ ჯამში უნდა ვიყოთ ბედნიერები, რომ ვართ ის ხალხი, რომელიც მოვესწარით, რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენი სახელი ერქვა, ჩვენი გერბი ქონდეს, როგორც ჩვენ გვინდა, ჰიმნი ქონდეს და საითკენაც ვინდეთ, იქით ვიდიოდეთ, ჩვენი შეცდომებზე სწავლობდეთ ჭკუას, მაგრამ ჩვენ სწავლობდეთ და ჩვენი იყოს და ჩვენი ერქვას ამ ქვეყანას და ამიტომ ძალიან ძვირფასი დღე არის ეს და ძალიან მოუფრთხილდეთ და ყველა ადამიანი ალბათ ამაყია, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის იმ დღეში. მაგრამ ის ხალხიც ვარცებოთ, რომელსაც მაგ დღეს არც გვიარსები, არც გვიცოცხლია, მაგრამ კარგია თუ ჩვენს თავში ვაცოცხლეთ და ეს მეხსიერება გვექნება, რომ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვათ, რომ ნაცვლად სხვა დღეების ეს არის დღე, რომელიც მოვიპოვეთ და მოიპოვა კონკრეტული ხალხი, კონკრეტული გმირები გვაქვს, იგავარაკებიდან, გადმოცემიდან, ლეგენდებით კი არა, კადრების დონეზე ვიცით ხალხი, რომელმაც ადგა და მისი სიცოცხლე დადო იმისათვის, რომ დღეს გითხრა, რომ მე ვარ ქართველი. კი ბატონო, ნიკოლოს მინდა ვკითხო, ეს დღე ამ ტიპის მნიშვნელობის დღე და რეალობა, რომელიც დღეს იყო, ვთქვათ, რამდენად შესაბამისობაშია. დიახ, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. როდესაც შენ ხარ მაღალი თანამდებობის პირი და პოლიტიკოსი და გიწევს ასეთ პირობებში მისვლა მემორიალთან, როდესაც ასეთ ტიპის შეძახილები არის, პოლიციის კორდონებია და ასე შემდეგ, ეს უკვე არის გარკვეული ინდიკატორი და მინიმუმ უკვე ამ გარემოებაში უნდა დაფიქრდე მაინც რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს შეამცირო მაინც შესაბამისად აი ეს გარემოება საკმაოდ დასაფიქრებელი არის პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ასეთი რამ რაც დღეს ვნახეთ არის გარკვეული ინდიკატორი იმ განწყობისა, რა განწყობას დღეს საზოგადოებაში სუფევს. რაც შეეხება 9 აპრილის დღეს, ხო, ნამდვილად ეს არის ამ დღეს დაიწერა ისტორია, ქართველმა ერმა გამოავლინა უსაზღვრო სიმტკიცე, თავდადება იმისთვის, რომ მოეპოვებინა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის, რომ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ კიდე გვაქვს ბევრი საბრძოლელი, რომ საბოლოოდ მივაღწიოს ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენი შვილების ნათელ მომავალს. მე მგონი ეპოქაც ისეთია, რომ ეს ბრძოლა ყოველდღიურობაა. არა? კი, გეთანხმებით მაგაში, მაგრამ ჩვენ არსებითად ჩვენთვის კი არა, ბევრად დიდი ქვეყნებისთვისაც შეიძლება უბრალოდ ამისთვის ყოველ დღე არის ამ ტიპის. დღეს ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, რომ სურო დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობდე და შიდა გამოწვევები მინიმალურ დონეზე იყოს
ჩამოსული ხო, ანუ ამ შემთხვევაშიც კი ეს საერთაშორისო კონიუნქტურა ქმნის ისეთ გარემოს, რომ შენ საერთაშორისო არენაზეც გიწევს ბრძოლა და გლობალური საფრთხების წინაშე ხარ. თუმცა მეორე მომენტი არის ის, რომ ჩვენ უნდა კარგად გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც დაუშვით წლების განმავლობაში და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ხმა და თავისი როლი ამ პროცესში და თუ ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას და ერთიანი იდეის ირგვლივ გაერთიანებას, მაშინ ჩვენ ნამდვილად წარმატებას მივაღწევთ. რა უნდა იყოს ახლა ქვეყანაში? აპრილის სულისკვეთებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, გავამყარებთ და იმ მიზნებს მივაღწევთ, რაც იყო დასახული 99 წელს. ეს გამაერთიანებელი იდეა მთავარი რა უნდა იყოს ახლა ქვეყანაში? მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა ეს უნდა იყოს ჩვენი სამოქალაქო ნაციონალიზმის გაძლიერება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეთნიკურ, კულტურული ნაციონალიზმის კუთხით უკვე ორი ტალღა იყო ისტორიის განმავლობაში. ეს იყო, ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის და თერგ დალეულების პერიოდი, როდესაც ჩაისახა, ასე ვთქვათ, ჩვენი გამოიკვეთა ჩვენი ქართული იდენტობა. შემდეგში ამას, ასე ვთქვათ, თავისი ეგო და ამბიცია მიანიჭა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ და ეხა უკვე ეს უნდა მოექცეს ყველაფერი რაღაც პოლიტიკურ ჩარჩოში და სამოქალაქო კუთხით განვითარდეს ჩვენი ნაციონალიზმი და თუ მოხდება ამ ყველა იდეის ერთიანი კონსოლიდაცია და თითოეული მოქალაქე დაინახავს ამას და გაიზიარებს, მაშინ ეს იქნება საფუძველი, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია სრულიად მოხდეს და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც არაეროვნული, არამედ მოქალაქეობრივი. კი, სამოქალაქო, იმიტომ რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი იდენტობის საკითხი უკვე გავლილი გვაქვს ჩვენ ნაციონალიზმის და ეხა უკვე ეს სამოქალაქო დონეზე უნდა გადავიდეს და ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ცივილური სამყაროს ერთ სახელმწიფოდ. კი ბატონო, ცოტა შენც კითხავ, აი რას როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამ პოლარიზებულ ქვეყანაში რაღაც გამაერთიანებელი იდეა? ვილაპარაკია სხვათა შორის ამ თემაზე ჩვენ პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ მათ შორის, რა შეიძლება ჩაანაცვლოს ახლა ეს ყოველთვის ყველაფერს აერთიანებს ვექტორი, რა პროცესი სადმე ყავს და ამ პროცესში როცა გრძნობ თავს, რომ აი ერთ უღელში გვაქვს თავი გაყრდეთ ერთად რო ვაწვევით, აი ეგ არის და არადოს არ უნდა ვფიქროთ, რომ რაღაც იბერია გამწყინდებასავით, რაღაცა ბოლო ადგილი არსებობს, მივალ და დავისვენოთ. ეგეთი რაღაც არ არის და არც მაგან არ უნდა იმას გვიქნას, რა ხელი ჩაგვაქვთ პირიქით. ანუ სიამოვნებაში სიცოცხლე არის პროცესი. დამოუკიდებლად ნიშნავს, რომ ამ პროცესში შენ პასუხისმგებლობას იღებ შენ თვითონ. და სიზიფეს ლოდივით არის. მე ასე ვუყურებ, რომ სადღაც მივიდეთ და ხო და მე ვუყურებ არა, თავისთავად ამ პროცესით რა პროცესიც ეს არის, იმით უნდა ვიყოთ ამაყები და სიამოვნო მივიღოთ, რომ ჯამში შეიძლება 1000-ედაც მოგიწიოს, მიდი გზას ყოფნა, აქცენტებს ყოფნა პროცესი, მაგრამ ეგ არის სიცოცხლე, ეგ არის დამოუკიდებლობა. ეგ უნდა ხიბლი აქვს ამას თავისი. დამოუკიდებლობა არის სიზიფეს ლოდივით, რომელსაც მუდმივად უნდა მიაწვე და ამ პროცესით უნდა მიიღოს სიამოვნება და ხვდებოდე, რომ შენ რო დამოუკიდებელი ხარ, ეგ პასუხისმგებლობა მაგას ნიშნავს. ამიტომ არ უნდა მოგვეწოს. ვექტორია, თავი არის მიმართულება ერთად ყველას გაგვაერთიანებს ამ ლოდის სიტუაციაში. რაღაცა საერთო მიმართულება და ამ მიმართულებაც უნდა იძლეოდეს ერისთვის რაღაც დამახასიათებელი, რაღაც ნიშნათვისებები, რაც გვიყვარს. რაც ჩვენი ეთიკის განსაზღვრელი არის, სადაც ადამიანს მაგრად ერთი ადამიანის სიცოცხლეს რო ვაფასებდეთ, როგორც არ უნდა მოგწოდეს, გააღიზიანდეს, რომ ყველა ადამიანს რომ სიცოცხლის და ღირსეულად ცხოვრების აი უფლება რო აქვს და აი საქართველოში ყველაზე კარგად შეგიძლია მოიპოვა ქვეყანაში, სადაც თავის უფლებას ვეძახით, თავისუფლებას და ხელისუფლებას, რო ვიცით რომ ხელისუფლება ხელი თავს უნდა ემსახურებოდეს, ხელისუფლება თავისუფლებას უნდა ემსახურებოდეს და ვაფასებდეთ, ვამაყობდეთ კიდევაც ჩვენი თავი და აი გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჯამში, ეს ქვეყანა ჩვენი არის. და უბრალოდ დავამატებ რა კიდე ერთი გამოწვევა, რასაც მე ვხედავ ამ სიტუაციაში არის ის, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ცხოვრობდით გარკვეულ სტერეოტიპებით, რომ ვიღაც ლიდერი ერის მხსნელი გაჩნდებოდა, წაუძღვებოდა ხალხს და მიაღწევდა ამ შედეგებს. ეს ნახეთ ვფიქრობთ, რომ ლიდერის მოთხოვნა მოხსნილია? იცით რა არის? მგონი არც ისე. ეთანხმებით მაგაში, რომ ლიდერის მოთხოვნა კვლავ არსებობს, მაგრამ სწორედ რომ ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ერთი ლიდერის ხელში ეს პროცესი წარმატებით ვეღარ დასრულდება, შეიცვალა ზოგადად ხედვები განვითარდა ჩვენი საზოგადოება და ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ არა ერთმა ლიდერმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, არამედ ხალხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და ერთიანობაში მიაღწიოს ამ სწორედ ამ ლიდერობის ნიკოლოზ და ცოტნე. თქვენ შემთხვევით არ მოგვიწვევი ხართ ერთად სტუდიაში, არა იმის გამო, რომ ეხა ზურაბიშვილის ერთ სიტყვაზე რაღაც ქალაქები აშენდება ამ ფაქტორის გამოც არა, მაგრამ ის არის ერთ-ერთი
ვთქვათ, აქტორი ამ პროცესში, პოლიტიკურ ველზე და გუშინ Facebook Live-ის დროს თქვა, რომ ხალხში არის ახალ პარტიებზე მოთხოვნილება. ის იყო არათუ აქტორი, არამედ ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი არალეგიტიმაციის და არაღიარების პროცესში, მაშინ პრეზიდენტის, მოქმედი პრეზიდენტის სტატუსით, როდესაც პოლიტიკოსების შეკრება და ერთად იქნა ეს გამოცხადებული და მათ შორის ამ პროტესტის გარკვეული ლიდერის ფუნქციაც ჰქონდა. ხანდახან იკარგებოდა ეს ფუნქცია, მაგრამ ნუ მაინც ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ გვახსოვს აქციები, მხოლოდ ის გამოდიოდა სიტყვით და თქვა, რომ არის ახალი პარტიების მოთხოვნა. მოდი ეს კომენტარიც მოვისმინო და შემდეგ ვილაპარაკოთ, რამდენად არის ეს მოთხოვნა და რამდენად თქვენ აპირებთ პერსონალურად და თქვა თქვენი ორგანიზაციით ამ დეფიციტის შევსებას, თუ ხედავთ ამ დეფიციტს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ დავიწყებ ის მომწონს, ეს არ მომწონს, ან რატომ უნდა მომწონდეს თუ არ მომწონდეს. მე მგონი, რომ საჭირო არის, რომ ახალი პარტიები გამოჩნდნენ, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოებაში არის ამის მოთხოვნა. და ალბათ ეს თავის დროზე კიდევ ერთხელ ეტაპები არის იმამდე, სანამ გამოჩნდება საზოგადოებას რომელი პარტია უფრო მოწონს. სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, ეს პარტიები უნდა დაარწდნენ, გამოჩნდნენ, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა და ეს პირველი ბრძოლა მოითხოვს, რომ ახალი პარტიები, ძველი პარტიები, პროტესტის ხალხი, საზოგადოება, რომელიც უფრო ჯერჯერობით პასიური არის, მაგრამ უნდა გააქტიურდეს, ყველანი ერთად ჩაებმან ამ ერთიან ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ქვია საქართველოს გადარჩენა გარუსებისგან. კი ბატონო, მინდა რომ მკითხოთ ცოტნე თქვენგან დავიწყებ, არის ამის მოთხოვნა, რამდენად არის ზურაბიშვილის როლსაც როგორ უყურებთ ამ პროცესში? მოთხოვნა არის ზოგადად ახალი ხედვის და რაღაცა ღერძის ახალი და ეხა იმის მიღმა ახალი ადამიანებსაც ალბათ, მაგრამ ზოგადად ეხა ახალი პარტია, როგორც ასეთი პარტია თავისთავად არაფრის წამალი არ არის. პარტიასაც გააკეთებ და ახალ პარტიებსაც და პარტიებსაც და 200-ზე მეტი პარტია არსებობს. თავისთავად პარტია არაფრის შოლელი არ არის, მით უმეტეს თუ ახალი არსებობს და ახალ-ახალი მივესერჩები და მაინც თქვა მე შენი მიზანი თუ არის რომ მაგალითად რაღაცა ტიპის ხარდაჭერა ქონდეს იმდენი რომ მე რაღაცა ტიპის გაერთიანებას შეძრო და იქ საკუთარი მანდატი მოიპოვო პარლამენტისთვის, თქვა მაგისთვის გააკეთო რაღაცა პარტია დაარქვა, იმიტომ რომ როცა მე პარტია ქვია, სკამზე შენი ადგილი არსებობს და მე უფრო გაიპრანჭება რაღაც ერთობაში იქნება 17 პარტია მაგალითად. თავისთავად ეგ ახალი პარტია არის არ უშველის, თორე ყველა კვირა აღმოაჩენთ ხოლმე, კიდევ თურმე ნახე კიდე რაღაც ახალი პარტია არსებულა. ადამიანებს ჩემს ეგ საერთოდ არ აინტერესებს, აინტერესებს შენ გაქვს თუ რაღაც ახალი ხედვა, განსხვავებულად უყურებ თუ არა რაღაც განსხვავებული პერსპექტივით. ამ ხრივ, რასაც ქართულ პოლიტიკას აკლია, ეს არის ერთის ხრივ ღირებულებების ქონა, მეორესი მორალის ქონა, მესამე გონების თვალი, რაც არის, როცა განჭრეტის უნარი აქვს ადამიანებს და რაღაცა არ არიან რაღაცა აფერისტები და wishful thinking არ არსებობს. იმას კი არ წარმოვიდგენ და წარმოადგენ მოქალაქეს, რაც მე მაწყობს და მინდა და ახმებით კი არ ვაცხოვრებ ადამიანებს, არამედ იმით, რაც რეალურად არსებობს და რაღაცნაირად არსებული პოლიტიკური ელიტა დაახასიათეთ ხო ამ სიტყვებით? და ჩემი გადაწყვეტილებაც მაგით იყო, რომ მე არსებულ პოლიტიკურ ელიტაში მე მგონია რომ გამარჯვება მოიპოვებოდა და ეს კომპონენტი აქვს დასამატებელი და ცხადია მე როცა არჩევნები ახლოვდება ან არჩევნები არის, მე თუ არსებობს ეგეთი ღირებულებები, მორალი, განჭრეტის უნარი, ყველაფერია, ცოტნე რამეს დაკლება კი არ არის, ეს არის ყველაფერი, ამის იქეჩება რამე დაგაკლდეს. კი ბატონო, და ამ ყველაფერს მჭირდება, შემდეგ წინასაარჩევნოდ მე თუ პარტიულ ფორმას მიცემ, ცხადია და შემდეგ რახან მიდიხარ ბაზარზე და მოქალაქეს თხოვ ხმას. ამის შემდეგ თუ არსებობს ეს, აქ ეგეთი ხედვა და ის მახასიათებელი რაც პოლიტიკას სჭირდება და ზედამატებულია თუ ქარიზმაც თუ აქ იყოფ ადამიანებს, ან იმ ლიდერს თრად უკეთეს. მე ამ პროდუქტს თავაზობ პარტიის სახით ადამიანებს. ეგ არის ის სიდავში რაც იქნება სიახლე. იმის იქით ცხადია არაფერი არ შეიძლება. ძალიან საინტერესო ამაზე რომ საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ ბოლო თვეებია თითქმის მისი პოლიტიკური ესეთი რაღაც ცალკეული აზრი არ გაგვიგია რა ძალიან უცნაური საკითხია, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა მეტნაკლებად სკეპტიკურად უყურეს იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც პოლიტიკური სპექტრით მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლიდა და ეს მითოსი ერთად არსებობდა და ამ მითოსის ესე მიიწება და ვითომ აღარ არსებობს, ეს არის დასაფიქრებელი საკითხი, იმიტომ რომ გონია რომ ეთერებიდანაც გაგვეპარა, ყველაფრიდან გაგვეპარა, მაგრამ ეს სვლის ძალიან მთლიანად პოლიტიკურ თვალს რა თქმელს, იმიტომ რომ აქ არსებობს არჩევნების იდეა, არჩევნების იდეა არსებობს
ორნაირი. ერთი ეს არის ახალი არჩევნები და მეორე რიგარაში არჩევნები, ანუ ვადამდელი არჩევნები. რა განსხვავებაა? ორივე იმართება 2028-მდე. 2028 შეიძლება ჩაინიშნოს და 2028-ის არჩევნები იყოს, მაგრამ თავარი არჩევნებში განსხვავებული რაც იყო, რომ აქცია და მაჯორ სალომე ზურაბიშვილი და ის პარტიები, რომლებიც ჩართული იყვნენ აქ აქტიურად ითხოვდნენ ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნები თვისობრივად იშოვს, რომ შენ არ აღიარებ 2024-ის შედეგებს, შესაბამისად შენ არ აღიარებ მაგალითად პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს, შესაბამისად შენ არ აღიარებ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ჩატარებულ დანიშნულ არჩევნებს, შესაბამისად ის თვითმმართველობის არჩევნებში რო გავიდა ლელო გააკრიტიკა, იმიტომ რომ როგორ გაბედე ყაველაშვილის მიერ ჩანიშნულ არჩევნებში, არჩევნები უნდა ჩაენიშნა ახალი არჩევნები იმ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც ითვლებოდა რომ 2024-ის არჩევნებამდე ვინც იყო. სალომე ზურაბიშვილის ჩანიშნულ არჩევნების წარმოგედგინათ. ნიშნავდა რომ შენ არ ცნობ ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციას. არ ვიცი რომ სალომე ზურაბიშვილი ჩანიშნავდა ლეგიტიმური პრეზიდენტი, შესაბამისად ის ვის ჩათვლიდა სალომე ზურაბიშვილი იმ ხალხს, რომელთან ერთადაც უნდა ჩანიშნულიყო ეს არჩევნები, თქვა დასავლერი აქტორები იქნებოდა თუ ნეიტრალური სხვა ავტორიტეტები, ყოველ შემთხვევაში პროცესი წარმართელი. ანუ თქვენ კარგად იცით მაშინ ამ პროცესის მონაწილე იყავით ალბათ, ასე ხედავდნენ მაშინ ახალ არჩევნებს. ლეგიტიმური პრეზიდენტია, ხო, დიდხანს არსებობდა ეგიდია, მაგის თავარი შინაარსი ეს იყო, რომ ეს გაქრანეტა აღარ მიკითხავს ამ საკითხს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ ყაველაშვილი ნიშნავს არჩევნებს, რაც არ უნდა გაუმჯობესებული პირობები იყოს და ასე შემდგომ, ყველანაირად ეს ნიშნავს თვისობრივად იმ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებს, რომლის ლეგიტიმაცია არ ცნობ. შენ თუ ცნობ იმ არჩევნებს, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს, ანუ ყაველაშვილი ატარებს, შესაბამისად ნიშნავს, რომ შენ ლეგიტიმაციის ცლადი ამოიღე და უბრალოდ ეხლა უკვე მიდივართ, რომ თანახმოვართ გავიდეთ არჩევნებზე. უბრალოდ გადაბალახებული თემაა. უბრალოდ გადაბალახებული თემისთვის ამ დროის განმავლობაში უამრავი ადამიანები ციხეში წავიდა, იმიტომ რომ ეს მოლოდინი იყო, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნით უამრავი ადამიანმა სიცოცხლე გარისკა, ფინანსური დამოუკიდებლობა და ყველაფერი გარისკა და უნდა ითქვას ხოლმე ესეთ კოლოსალური ჯარიმების ქვეშა უამრავი ადამიანი. თავისთავად სტრატეგიული ბუნდოვნება არის ის, რასაც მე ვებრძვი და არ მომწონს. ამ ბუნდოვნებას შენ თუ გინდა რომ საომარი დობა არსებობდეს შენ დამიხომე და გაგეცვითოს, ყოველთვის უნდა შეახედო, რომ როგორც არის ისე არის. ფაქტია მივდიხებ დონეზე, როცა სალომე ზურაბიშვილს ცხადია ლეგიტიმურ პრეზიდენტს ვეღარ დაუძახებთ, ის ოპოზიციური სპექტრიც კი ვისთაინაც იყო შეკრული, მის ქვეშ იყო ხოლმე ეს იქამდე 8 პარტია. როგორც ჩანს ეს ცხრიანი და ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილი საერთოდ პოლიტიკურად მოკვდა ჩემი აზრით და ისედაც ეხლა რაც ახაც ცხრიანი პარტიაც რო გამოიძა თქვა რომ კი სალომე ზურაბიშვილი კომიკური გამოვა და ამიტომაც ეს ხალხი მაგას აღარ აკეთებს და მის გზას ეძებს და მისგან დამოუკიდებლად რაც ესე გარდაუვლად ესე მოხდება, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი როცა მოვიდა, მაშინ აქ თქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა. ყველაზე ცუდი არჩევნებით მოვიდა. ჩატარებულა და ვინც ხმამიცა კიდე იყო, ქოცები იყვნენ და ეხლა პირიქით მათ არ წარმოადგენს და სხვას. ამიტომ მისით ლეგიტიმაციის ეს მითოსი ცხადია ვერ იარსებებდა და მივედით ამ. კი ბატონო, ნიკოლოს მინდა ვკითხო, თქვენ რამდენად ხედავთ აი ამ ახალი პარტიების საჭიროებას? სოტნე ამბობს, რომ ახალი ხედვის საჭიროება უფროა და მთელი რიგი თვისებები ჩამოაყალიბა, ისი დეფიციტიც არის ახლა პოლიტიკურ სპექტრში. სოტნეს ვეთანხმები სრულად, იმიტომ რომ იმდენად არ არის მოთხოვნა ახალი პარტიების, როგორც არის მოთხოვნა ახალი ხელწერის და ახალი სტილის და ზოგადად პოლიტიკურ კულტურაში ახალი სიახლეების შემოტანა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა არის პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალი დონე, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ჩაკეტილ წრეზე გვატარებს. ბოლო აწლეულების მანძილზე ჩვენ ვნახეთ არაერთი ახალი პარტია, რომელიც შექმნილა, თუმცა ზოგიერთში თანთქავდნენ დიდი პარტიები, ზოგიერთი საერთოდ არჩევნების მერე ქრებოდა, ზოგიერთი ფორმალურად არსებობდა და ეს პროცესი მუდამ გრძელდებოდა. თუმცა მთავარი პრობლემა, რაც ამაში მდგომარეობდა, იყო ის, რომ ეს პარტიები ვერ ახდენდნენ კონკრეტული იდეის და კონკრეტული გეგმის შეთავაზებას საზოგადოებაში. სწორედ ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე მიმდინარეობს ერთმანეთის კრიტიკა, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, მაგრამ არავინ არ საუბრობს იმაზე, თუ რას თავაზობს ის მოსახლეობას, ანუ კონკრეტულ გეგმას, როგორ განვითარდეთ, როგორ წინ წავიდეთ და როგორ შექმნათ დამოუკიდებელი და ევროპული საქართველო. სწორედ ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას დავანახოთ და შევთავაზოთ კონკრეტული გეგმა, სადაც დეტალურად იქნება განხილული ის ნაბიჯები, კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ჩვენ გადავდგოთ იმისთვის, რომ ყველა სფეროში აი ეს გეგმის დეფიციტია? ამ ტიპის მიდგომების დეფიციტია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ
კონკრეტული ხედვის შექმნაზე უსაფრთხოების კუთხით უკვე ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა, როგორ ხედავთ ჩვენ საქართველოს უსაფრთხოების მომავალს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ პარტიად გადაკეთებას აპირებთ, ანუ ამის კითხვა მინდა რა კონტექსტში, რომ ეს იქნება ახალი პარტია. კი ბატონო, გიდასტურებთ მაგას, ახალ მომავალში ესეც დგას ჩვენს დღის წესრიგში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის შევქმნათ გეგმა, ჩვენი ხედვა და ეს ხედვა გავაცნოთ მოსახლეობას და შევთავაზოთ კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ პირველ რიგში გამოვიდეთ ამ არსებული კრიზისიდან და მეორე მხრივ გადავდგათ ისეთი ტიპის ნაბიჯები, ისეთი ხედვა წარმოვადგინოთ, რომელიც განავითარებს ჩვენ ქვეყანას და გააძლიერებს და მიიყვანს იმ სტრატეგიულ მიზნამდე, რაც გაგვაჩნია. და კიდე ერთი საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღებას პოლიტიკური კულტურის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ხა ეს ზოგადად ეს პარტიები ძალიან იდეოლოგიურად ცვალებადები იყვნენ, იმიტომ რომ პოლიტიკურ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც შენ გაქვს ძლიერი პოლიტიკური კულტურა, თითოეული პარტია დგას კონკრეტულ იდეოლოგიაზე, ხო? თუმცა საქართველოს მაგალითზე ჩვენ გვინახავს, რომ გუშინ პარტია იყო მემარცხენე, დღეს გახდა რადიკალური მემარჯვენე და აი ეს ცვალებადობა არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც განვითარებული პოლიტიკური კულტურა და სწორედ ესეც უნდა შევცვალოთ ჩვენ და პარტიებმა უნდა იფიქრონ თავის იდეოლოგიაზე, გაამყარონ თავის იდეოლოგია და სწორედ ამ იდეოლოგიის ირგვლივ შეკრიბონ მოსახლეობას. თქვენ ახსენეთ ნიკოლოზ, რომ კრიზისი დასრულდეს. ცოტნე შენ ამბობდი, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სასურველის რეალობად გასაღება პოლიტიკოსების მხრიდან. რა არის ახლა რეალობა და როგორ შეიძლება რაღაცა არსებული კრიზისი დასრულდეს? ახლა ყველაზე ადეკვატური რა ნაბიჯები იქნებოდა? აი მოკლედ რომ ნუ ახლა თავარი პრობლემა ეს არის, რომ პოლიტიკა მყარია, იმიტომ რომ პოლიტიკა არის მართვის ხელოვნება და შენ გააქვს პრეტენზია, რომ ძალაუფლება მომეცით ამას ესე გამოვიყენებ და ამ დროს უბრალოდ შენ და არ არსებობს ხედვა შენ ამ ძალაუფლებას როგორ იღებ. ეხლა რაც არ უნდა გააკეთო პარტიას აკეთებ, რაც არ უნდა იყოს, შენ მოქალაქეს კაფიოდ უნდა გავაგებინოთ, არის სიხა დეფიციტით არის, რომ მე მისი ძალიან მოვეწონე, გადაერია უყურა მეთერს და ვახრაკაი ბიჭია და რა უნდა ჩემთან, ანუ ჩემთვის ხმის მომცემი უნდა იყოს, ჩემთან ერთად ხვის ამღები უნდა იყოს და დამშიარებელი და ლაიქებელი და აზრის გამორჩეული. კი ბატონო, და რომც იყო, ანუ ჯერ თავისთავად შენ როგორც პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია რა გზას ხედავ, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ შანსს ხედავდე, რომ რაღაცა შეცვალო. თუ აღარ არის ეს რევოლუცია, მაშინ ამბობდე და შესთავაზე რაღაც სხვა და მიდიხარ არჩევნები, სხვა რაღაც არ არსებობს. და ამ არჩევნებთან მიმართებაში პრობლემა არის ის, რომ მთელი ბარკეტები აქ ხა ქართულ ოცნებას, ის წვეთს, რომელ პარტიას უნდა კონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ვის არ კონდეს და ამ პოლიტიკურ კრიზისში ვართ შესულები, სადაც არც დიალოგის ის არ ჩანს, იმიტომ რომ დიალოგი ნიშნავს, რომ აქეთ-აქედან რო ხო არ გაიყიდე ვის ელაპარაკები, იქით-აქედან რო ამათ როგორ დაველაპარაკოთ ქვეყანას კიდიან და დაპაუზებული არის ეს სიტუაცია, რომ თავისთავად ესე ყოფნით, სადღაც მივიდოთ, მაგრამ თავისთავად ესე ყოფნა შევიდა ამ კრიზისში. მე მაინც გონია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა მყარი არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩვენით არ უნდა მოკლათ, უნდა დავსახოთ რაღაცა გზა მაინც რით შეიძლება შეცვალო და მე მაინც გონია რომ მივედით რა უნდა მაშინ ვიჩხუბოთ და ის პერიოდი დავაბრუნოთ რაც იყო 20-24-ის მერე პირველი თვეები, ან არა და უნდა დაიწყო ისეთი კამპანია, რომელიც იაზრებს იმას, რომ ამბობს იმას, რომ ერთის ხრივ ჩვენ ვუშვებთ, რომ ყველანაირ არჩევნებში შეიძლება მოიგო და მე მგონია რომ 20-24-ის არჩევნები შეიძლება მოგვეგო უკეთესად კიდე რომ მოგწულიყავთ მიუხედავად იმ გაყალების მასშტაბისა, რაც არსებობდა და არჩევნების იდეა არ მოკლა. თავარი პრობლემა რაც პოლიტიკურ სპექტრში მივედით არის ის, რომ არჩევნების მეორე დღიდანვე კლავ არჩევნების იდეას არჩევნებამდე 3 თვით ადრე და მე ვეღარავის ვეღარ არწმუნებ რომ აზრია ჯერ აზრი უნდა დაუბრუნო ამ იდეას. მაგის შემდგომში არის დობა დასაბრუნებელი, იმიტომ აი გეგმებზია ხოლმე საუბარი, აი უამრავი გეგმა მინახია თაროზე შემოდებული, ძალიანაც რომ გინდოდეს, უბრალოდ ნახავ რა არც ისმინება, არც კითხულობ ნახავ, იმიტომ რომ თავად შენ კარგ ლექტორად გიყურებთ, რომ ამ გეგმას მიკითხავ, კარგად წერთ თუ გიყურებ რომ შენ ამის გამკეთებელი ხარ, ამიტომ პირველ რიგში ამის გამკეთებლობაში გჭირდება დობა და dobისთვის ახლა აქ მორალური რაღაც უნდა დაანახო, ღერძი რო გაგაჩნია და თანმიმდევრულობა რო გაგაჩნია და ეს გონების თვალი რო გაქვს. როცა ამას აი დავამთავრებ, ამას გიჩეს, მე მან ესე გიყურე სამორჩილო, შენ დაგიქირავოს 4 წლით. 4 წლით როცა გიქირავ, შეგან ეს ფუნდამენტური თვისებები უნდა, რა წამსაც ან გაუსხავ, ან არ გაუსხავ, წინაც არ ამბოლოდინებს იქმნის. და დღეს აი ეს არის ამოსავსები. სადღაც აი აქ კოკა გახვეტილი, რის გამოც წყალი ვერ მოვა. პროდიუსერები მეჩხუბებიან, რომ დრო აღარ არის, მაგრამ ნიკოლოზ მინდა რა რაღაცა ორი წინადადები. ხო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ეხა არის საჭირო, ეს არის ადამიანებთან მუშაობა, სწორედ აღნიშნეთ, ცოტა დობის მოპოვება არის საჭირო. არსებულმა პარტიებმა უნდა აღიდგინონ ის დობა და ახალმა პარტიებმა უნდა დაიმსახურონ
სამსახურო ნიზნობა საზოგადოების მხრიდან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი რაც ამ პროცესში არის, ეს არის რეგიონებში მუშაობა. სამწუხაროდ დღეს მე ვერ ვხედავ პოლიტიკური პარტიების მხრიდან აქტიურ მუშაობას რეგიონებში და რეალურად რეგიონებში არსებობს პროტესტი, მაგრამ ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერ ახდენს ინფორმაციაზე წლომა და ვერ ხვდება და ეს ადამიანებთან ბმა და ასე შემდეგ ხო არის ძალიან მნიშვნელოვანი სომხეთის მაგალითი მინდა მოვიყვანოთ დავასრულებ, მაგრამ იგივე ფაშინიანის მიდგომა ხო საზოგადოებასთან აქტიური ჩართულობა საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან ხო ანუ ეს არის დადის კამპანია არის მოძრაობა გადადონ თავისი ეგო და არჩევნებია 12 ივნისს კი ბატონო მადლობა ნიკოლოზ მადლობა ცოტნე რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით პირდაპირ მადლობა